ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა ამ სახელწოდების პროექტის წარდგენება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. იდეის ავტორების განმარტებით პროექტი მარნეულში, გორსა და კასპში ახალგაზრდული საკრებულოების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა 4 თვეს გაგრძელდება და მასში 100-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. რაიონებში ახორციელდება ისეთი პროექტები, რომ ახალგაზრდებს მიეცეს შანსი განახორციელონ სხვადასხვა ასეთ აქტივობები, მათი სამოქალაქო დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ შეხვედრა იქნება, რომ ასეთ შევხვდროთ იმ ადამიანებს, ადამიანებს ის რომ მათთან მოგიურებ გააკეთოს სხვადასხვა ასეთ მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ აქტიური მოქალაქეობა დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და ის არის მიმართულება არის შესაბამისად ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობთ იმისათვის, რომ ადგილზე ახალგაზრდები რეგიონების ისევე როგორც თბილისის მასშტაბით გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ჯანმრთელი, ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას.